გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ სამყაროზე. ნომერი 5. ელვა. თანამედროვე მეცნიერებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ჭექა-ქუხილი ეს მხოლოდ დედამიწური მოვლენა სულაც არაა. ელექტრული განმუხტვის ფაქტები დაფიქსირებულია ვენერას, მარსის, იუპიტერის და სატურნის ზედაპირებზე. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ყველაზე ძლიერი ელვა ხდება არა პლანეტებზე, არამედ შავი ხვრელების ირგვლივ. ენერგიის ის კოლოსალური ნაკადი, რომელიც დროდადრო ამოიტყორცნება შავი ხვრელებიდან და რადიოგალაქტიკებიდან, თავისუფლად შეიძლება საოცრად ძლიერ ელვის ნაკადად ჩავთვალოთ. მათი ბუნება ჯერ კიდევ არაა შესწავლილი. თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი განმუხტვა წარმოიქმნება შავი ხვრელების და ნეიტრონული ვარსკვლავების დისკების გარშემო არსებული მაგნიტური ველის ზეგავლენით. ნომერი 4. წყლის გიგანტური მარაგები. ასტრონომებმა სამყაროში ყველაზე დიდი და უცნობი ოკეანე აღმოაჩინეს, რომელიც 140 ტრილიონჯერ აღემატება დედამიწაზე არსებული ყველა ოკეანეების მოცულობას. უცნობი ოკეანე APM 08299+5255-ის კვაზარის ირგვლივ აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის კოსმოსური სააგენტოს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია ავრცელებს. კვაზარი APM 08299+5255 დედამიწიდან 12 მილიარდი სინათლის წელიწადზე მდებარეობს და სამყაროში ენერგიის ყველაზე მძლავრი წყაროა. მისი გამოსხივება 65,000-ჯერ აღემატება ჩვენი მთელი გალაქტიკის გამოსხივებას. ნათება წარმოიშვება შავ ხვრელში ზემასიური მატერიის შთანთქმის შედეგად, რომლის მასაც 20 მილიარდჯერ მეტია მზის მასაზე. რადგანაც კვაზარამდე მანძილი ძალიან დიდია, ამჟამად დედამიწიდან მისი დაკვირვება შესაძლებელია იმ სახით, როგორიც იყო სამყაროს ევოლუციის ადრეულ სტადიაზე, როცა მისი ასაკი 1,6 მილიარდი წელი იყო. ასტრონომები მიიჩნევდნენ, რომ წყალი შესაძლოა ყოფილიყო იმ ეპოქაშიც, მაგრამ ამ დრომდე მისი აღმოჩენა შეუძლებელი იყო. ამჟამად კი ასტრონომების ორმა და მოუკიდებელმა ჯგუფმა, რომელსაც დარიუშ ლისა და მეტ რედფორდი ხელმძღვანელობდნენ, აღმოაჩინეს, რომ კვაზარს გარს ეკვრის ღრუბელი, რომელიც შეიცავს წყლის ორთქლს. ნომერი 3. ნამდვილი ჯოჯოხეთი. თუ კი ჯოჯოხეთი ნამდვილად არსებობს, მაშინ ის პლანეტა ქოროჩვიდი ბიზე მდებარეობს. ეს პლანეტა ბრუნავს ვარსკვლავ ქოროჩვიდის გარშემო და მდებარეობს დედამიწიდან 489 სინათლის წლით დაშორებულ მარტორქის თანავარსკვლავედში. პლანეტის მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ის თავის მზესთან ძალზე ახლოს მდებარეობს და მისკენ მუდამ ერთი მხრითაა მიქცეული. ასეთი პირობების გამო ამ პლანეტის განათებულ ნახევარზე წარმოქმნილია გამდნარი ლავის ნამდვილი ოკეანე. მისი ტემპერატურა 2600 გრადუსია ცელსიუსით, რაც ბევრი მინერალის დნობის ტემპერატურას აღემატება. ამიტომ პლანეტის ცხელ მხარეს თითქმის ყველაფერი გამდნარია. გარდა ამისა, ქოროჩვიდის მთელი ატმოსფერო სწორედ ამ აბობოქრებული ლავისგან შედგება, რომლისგანაც ნასროლი გიგანტური ზომის შხეფები შემდეგ პლანეტის ბნელ მხარეს ეცემა და უზარმაზარ ლოდებად ქვავდება. ვარაუდობენ, რომ ეს პლანეტა წინათ უზარმაზარ პლანეტა სატურნის ზომის აიროვან ბურთს წარმოადგენდა, მაგრამ ვარსკვლავებმა ერთი სიტყვით რომ თქვათ, აორთქლა მისი ბირთვი. ამჟამად ის ოდნავ მეტია დედამიწაზე. ნომერი 2. ალმასების პლანეტა. 2009 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეგზოპლანეტა მეტად რთული სახელწოდებით PSR J79-1438b. ის მდებარეობს გველის თანავარსკვლავედში მზის სისტემიდან 3900 სინათლის წლის დაშორებით. პლანეტა მეცნიერების ყურადღება დაიმსახურა იმით, რომ თითქმის მთლიანად კრისტალური ნახშირწყლის, ანუ ალმასისგან შედგება. PSR J79-1438b გახდა ყველაზე ძვირფასი პირველი პლანეტა. თუმცა ის ერთადერთი როდია. დღესდღეობით სწავლულებისათვის ცნობილია სუფთა ალმასებისგან შედგენილი 5 ასეთი პლანეტის არსებობა. როგორც წესი, ამ ციურ სხეულებს აქვს რკინის ბირთვი, ხოლო ზედაპირი შედგება კრემნიუმის და ტიტანის კარბიდისგან, ასევე სუფთა ნახშირბადისგან. ვარაუდობენ, რომ ამ პლანეტებზე შეიძლება არსებობდეს კილომეტრობით ფართობები დაფარული სუფთა ალმასით. ნომერი 1. ცივი ვარსკვლავები. როცა ვამბობთ სიტყვას ვარსკვლავი, თვალწინ წარმოგვიდგება უზარმაზარი გავარვარებული ბირთვი, რომელიც თერმობირთვული ენერგიის წყალობით გამოიმუშავებს კოლოსალური რაოდენობის სითბოსა და სინათლეს. ყოველ შემთხვევაში ზუსტად ასეთი ვარსკვლავია ჩვენი მშობლიური მნათობი მზე.
მაგრამ თურმე არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც სრულებითაც არ ამართლებენ ამ სახელწოდებას. ასეთებს მიეკუთვნებიან ეგრეთ წოდებული მომაკვდავი ვარსკვლავები, რომლებმაც მთლიანად ამოწვრეს ბირთვული მარაგი. თერმობირთვული რეაქციები მათში ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ არა ისეთი ინტენსივობით და ძალით, როგორც მანათობელ ვარსკვლავებში. მაგალითად, WISE 1800+2650 ცნობილია როგორც ყველაზე ცივი ვარსკვლავი. მისი ზედაპირის ტემპერატურა სულ რაღაც 25 გრადუსია ცელსიუსით. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.